საუკეთესო ანსამბლი. ყველა ანსამბლს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ყველა ანსამბლს თავისი შემოქმედება აქვს და ყველა ანსამბლი მიყვარს. ყველა იმსახურება ქართულ ცეკვას რა. საოცნებო სცენა. საოცნებო სცენა ალბათ მაინც ლასკალა მაგარია რა. საუკეთესო მოცეკვავი. აი მაგასაც ესე ვერ გამოვყოფ, ძალიან ბევრი კორიფე გვყავს, ყველა რაღაც ასპექტში არის ჩემთვის მისაბაძი. აი მაგალითად სახასიათო ცეკვებში ფრიდონ სულაბერიძე ჩემთვის ნომერ პირველია, სამთიულურო ცეკვებში ცაცგურა და მოკლედ ასე შემდეგ რა. ძალიან ბევრია, გამოყოფა მიჭირს. მაშინ საუკეთესო ცეკვა. საუკეთესო ცეკვა ეგეც რთულია, მაგრამ ჩემთვის უფრო სახასიათო ცეკვებს ვცეკვავ გემრიელად, ალბათ კინტო, აჭარული ეგეთი. ქართული ცეკვის ლეგენდა ვინ არის? ფრიდონ სულაბერიძე უდავთ. დისციპლინა თუ мотиваცია? აუცილებლად დისციპლინა, რადგან დისციპლინა შობს შემდეგში мотиваციასაც და ყველაფერს აბსოლუტურად. ვინ ან რა არის შენთვის мотиваტორი? ჩემთვის პირველ რიგში мотиваტორი არის ჩემი თავი, რადგან ყოველთვის ვეჯიბრები ჩემ თავს რომ განვითარდე. ქორეოგრაფობა თუ მოცეკვავეობა? ორივეს თავისი მუღამი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც მოცეკვავეობა. რა საკეთებ აუცილებლად სცენაზე გასვლამდე? ნუ აუცილებლად მამაუჩვენოს ვამბობ და ყოველთვის ვიძახი გულში რომ ამ კონცერტს გიიწვნით ელენე და დანიელ ჩემს შვილებს. ეს ძალიან დიდი мотиваციაა ჩემთვის. რა არის შენთვის ქართული ცეკვა? ქართული ცეკვა ჟანგბადია ჩემთვის, ყველაფერი აბსოლუტურად. რატომ უნდა გამოიწერონ ჩვენი არხი? თქვენი არხი უნდა გამოიწერონ, იმიტომ რომ აკეთებთ უაღრესად მამულიშვილურ საქმეს, ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებთ და ვიცი ხა მოკლედ ვიტყვით, რომ დავიწყო დაგვათენდება. ძალიან მაგარი ადამიანები ხართ. წეგანაც აღვნიშნე, უნდა დაგასპონსორონ აუცილებლად რომ თქვენს მეტი мотиваცია გქონდეთ და აკეთებთ კარგს, რაც მთავარია. იმას ვინც აკეთებს კარგს, ყოველთვის უნდა მივცეთ შესაძლებლობა რომ განვითარდეს. ვისი ხილავდის ჯაბალში? ბევრს ვიხილავდი, ბევრი ძალიან კარგი ადამიანი გვყავს, მაგრამ აი ესე უცებ ალბათ გიორგიონიანს ვიხილავდი, იმიტომ რომ ძალიან კარგი რესპონდენტი იქნება და გაგიზიარებთ თავიანთ აზრებს ქართულ ქორეოგრაფიასთან დაკავშირებით.